აბაშის ხეობაში სოფელ ინჩხურსა და გაჭედილს შორის ერთი საოცარი ადგილია, რომელსაც ოფუცხოვლეს უწოდებენ. სწორედ აქ მდებარეობს სილამაზით განთქმული მარტვილის კანიონი. ამ ადგილას მგზავრებს უსაფრთხებოდნენ, თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ. ამიტომ ადგილობრივებმა ამ მონაკვეთს ოფუცხოვლი, ანუ სწრაფად გასარბენი დაარქვეს. ნახეთ გიორგი მანჯავიძის და ლაშა მამულაშვილის საავტორო რეპორტაჟი მარტვილის ხეობიდან. ეს ჩვენი მოგზაურობის დასაწყისი მარტვილის გოჭყადილის კანიონში და აქ მეგზურობას გაგვიწევს ლევანი. გადაღება შეიძლება? მარტვილის კანიონის ამ ტურისტული მონაკვეთის სიგრძე გახლავთ 750 მეტრი. ამ მანძილის განმავლობაში თქვენ შეხვდებით რამდენიმე ჩანჩქერს, მათ შორის დინოზავრის ნაკვალევებს, ულამაზეს ხედებს და ულამაზეს ბუნებას. ასე რომ, ვისაც არ გინახავთ აქაურობა, გადადეთ ყველაფერი და ნახეთ აუცილებლად ეს საოცრება. საოცარი სანახაობაა, რაღაც გონია თავი პრეისტორიულ ხანაში. ესეთ შეგრძნება მაქვს, რომ სპილბერგის ფილმში ვართ ეხლა ამ წუთას და საიდანღაც დინოზავრი უნდა გამოხდეს. საოცრებაა აქაურობა. მარტვილის კანიონი. ეს ბოლო წერტილია, სადაც ტურისტებს მოსვლა შეუძლიათ. ამბობენ, რომ აქ სიკვდილი სამეცნიერია, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვი. 1, 2 და 3. ეს უცხოელი ტურისტები თუ ადგილობრივები უფრო გულახდილად მითხარია რა. არა, ქართველების და უცხოელი. არა კლებდნენ ესე. მაგრამ უცხოელები შედარებით უფრო ნაკლები. ანუ ისევ ჩვენი ამბავია. Добро пожаловать, друзья. ესე იგი თავადებისა და მეფეების შემდეგ აზნაური მანჯავიძის ჯერიც მოვიდა. აბა თქვენიცი.